საქართველოში გარკვეული ნებართვების გაცემამდე პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა შესაბამის ელექტრონულ ბაზაში გადამოწმდება საუბარია იარაღის ტარების ნებართვის გაცემასა და მართვის მოწმობის აღებაზე. აღნიშნულ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებული საკანონმდებლო პაკეტი გულისხმობს, რომელსაც პარლამენტი განიხილავს. კერძოდ ცვლილებათა პაკეტში საუბარია ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნაზე, სადაც აღრიცხული და თავმოყრილი იქნება მონაცემები ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე, ალკოჰოლიზმის, ნარკომანიით და ტოქსიკომანიით დაავადებულ პირთა შესახებ. Როგორც ცნობილია, იარაღის ტარების ნებართვის მართვის მოწმობის უფლების მისაღებად საჭიროა პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის ცნობა, თუმცა კანონპროექტის ავტორთა შეფასებით ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების კუთხით არსებული მექანიზმები, მაგალითად როგორიც არის ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ბოლომდე ვერ უზრუნველყოფს პოტენციური რისკების გამორიცხვას. Როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, იმ შემთხვევაში თუ კი პირს უკვე აღებული აქვს მართვის მოწმობა და იარაღის ტარების უფლება და ამის შემდგომ ხდება ამ ბაზაში, მას ეს ნებართვა შეუჩერდება. საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარესთან დავით მესხიშვილთან ერთად უნდა ვისაუბროთ დაანონსებულ ცვლილებაზე და ამ მხრივ ჩვენთან არსებულ პრაქტიკაზე, რომელიც პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება. დილა მშვიდობისა, დავით, მადლობა თქვენი დროისთვის. პირველ რიგში, ამ დრომდე როგორ რეგულირდება ეს საკითხი და ის ცნობები, რაც გაიცემა, რამდენად ასახავს რეალურად ადამიანების მდგომარეობას, რამდენად მუშაობს, რამდენად ქმედითია რეალობაში. დილა მშვიდობისა, ხო დღეს გვაქვს სიტუაცია, როდესაც ამ ცნობას, თვითონ ჯანმრთელობის ცნობას, ეგრეთ წოდებულ ფსიქოს კიდე ასე რომ დავამატოთ, პრაქტიკულად არანაირი დანიშნულება არ აქვს, ის არის ფორმალური ხასიათის უმეტეს შემთხვევაში. დღეს იცით, რომ იგივე მართვის მოწმობის შემთხვევაში თუ იარაღის აღების შემთხვევაში ეს ცნობა საჭიროა მისი წარდგენა, მთელ რიგ შემთხვევებში საჭიროა ამ ცნობის წარდგენა, თუმცა ეს ცნობა როგორც გაიცემა, ეს არის ზუსტად შეუსაბამო იმ მოთხოვნებისა, რა მოთხოვნების დგას, იგივე მართვის მოწმობასთან მიმართებაში, ხო, ჩვენ ესე ვთქვათ, უნდა დავწმუნდეთ, რომ ადამიანი, რომელმაც უნდა მართოს მომავალში საჭი, ან უნდა იყოს იარაღის მფლობელი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეესაბამება მოთხოვნებს და იმ მოთხოვნებს, რომლითაც ის ხვის სიცოცხლეს არ შეუქმნის საფრთხეს. დღეს ჩვენ გვაქვს ესეთი სიტუაცია, რომ იგივე თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ნებისმიერ მომსახურების სააგენტოსთან, მაგალითად გარეთ ეზოს ტერიტორიაზე, გადიან ადამიანები და პირდაპირ შეაცხადებენ, რომ ჯანმრთელობის ცნობა, ფსიქო-ხომ არ გინდათ 30 ლარად და ასე შემდეგ. ანუ აბსოლუტური ფორმალობაა, არანაირი შინაარსი. ხო, მაგალითად პირად მაგალითად რო ვისაუბრო, ავტოსკოლები გთავაზობენ ამ სერვისს, მოკლედ და ისე მოაქვთ შენთვის ეს დოკუმენტი, რომ საერთოდ არ გიწევს არანაირ მისვლა და რაღაცა ფორმის შემოწმება. ავტოსკოლებშია რაღაცნაირად ჩადებული ეს სერვისი, რომ დამატებით, მოკლედ მომხმარებელი არ შეწუხდეს და თავად უზრუნველყოფენ ამ ყველაფრის. ავტოსკოლები ისედაც სერიოზულ, ეს ეგრეთ წოდებული ავტოსკოლები, ნამდვილად თვითმარქვი ავტოსკოლებია, რომლებსაც რეალურად არანაირი გამოცდილება არ აქვს სასწავლო პროცესის მართვის. აი ეს ავტოსკოლები, რომლებიც ასევე ამზადებენ ხრიკების და კოდირების გზით იმისთვის, რომ მართვის მოწმობა აიღოს ადამიანმა, რომელსაც არანაირი შესაბამის ცოდნა არ აქვს, პლუს, ესე იგი, შეითავსეს სამედიცინო დაწესებულების ფუნქცია და თავის თავზე აიღეს ამათვინ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება. ხო ეს წარმოუდგენელია და ეს ყველა მიცის. წლებია ეს 100-ია, მოდით ვთქვათ რეალობა, რომ ეს არ არის ახლა ამ წლის პრობლემა, წლებია ეს 100 არის, იგივე მომსახურების სააგენტოს ტერიტორია, ვთქვით ჩვენ თორე თქვენ როგორც ბრძანეთ, ესე ავტოსკოლა და სხვა არაშესაბამის დაწესებულებაში შეგიძლიათ აიღოთ ეს ცნობა. თავისთავად ბაზის არსებობა ცუდი კი არ არის, ხო? ასეთი ბაზის არსებობა, რომელიც ისტორიას გვაჩვენებს ამა თუ იმ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის ისტორიას, ეს ცუდი არ არის, მაგრამ ამ ბაზაში ეს ხალხი როგორ ხვდება, ან ვინც არ ხვდება, აი აქ როგორ იქნება, ხო? ეს ანუ შესაბამისად გაიცემა თუ არა ცნობა, არა, არ გაიცემა დღევანდელი სტრუქტურით შესაბამისად, ამიტომ ჯანდაცვის სამინისტროს აქვს სერიოზული სამუშაო და პრაქტიკულად რეფორმაა გასატარებელი ამ მიმართულებით, რომ როგორ დგინდება ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა. როგორია საერთაშორისო გამოცდილება და ევროპული გამოცდილება და თუ ამ ნაწილში და ჩვენ რა ნაბიჯებით შეიძლება დაუახლოვდეთ ამ თემას? საერთაშორისო გამოცდილება და მათ შორის ძალიან ბევრი ევროდირექტივა და საერთაშორისო დოკუმენტი გვეუბნება, რომ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი ეს არ არის ერთჯერადი პროცესი, იმიტომ რომ დროთა განმავლობაში შეიძლება ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეიცვალოს, გაუარესდეს, ხო? ჩვენ კი ავიღეთ მართვის მოწმობა ან იარაღი და უშუალოდ ისეთ მდგომარეობაში, როდესაც
ჩვენი ჯანმრთელობა შეესაბამებოდა მოთხოვნებს, მაგრამ დროთა განმავლობაში ის გაუარესდა, ანუ დიაგნოზი შეიცვალა, ხო? ასე ვიტყვი, აი მაგალითად გულსიძახთა დაავადების და დიაგნოსტიკაში მოხდა გულსიძახთა დაავადება, ხო? ეს ნიშნავს იმას, რომ მაღალი რისკის მატარებელი ხართ, საჭესთან შეიძლება საფრთხეს წარმოგცემთ, ამიტომ ეს შემოწმება ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება უფრო ხშირად გჭირდებათ უკვე ამ შემთხვევაში და აი ბაზაში ხდება შემდეგ უკვე ეს მონაცემები არის ეს საერთაშორისო გამოცდილებით ბაზის საწინააღმდეგო კიდევ ერთხელ არავის არ შეიძლება ჰქონდეს მაგრამ ბაზის სწორად მართვა აქვს მნიშვნელოვანი როგორ ხდებიან ამ ბაზაში ადამიანები და გამოცდილება არის ის რომ არა მხოლოდ მართვის მოწმობის აღებამდე არამედ შემდეგ პროცესშიც პერიოდულად თუ ჩვენ გვიდგინდება თუ ჩვენ გვიდგინდება ისე მაგალითად გულსიძახთა დაავადება ამ შემთხვევაში პერიოდული გადამოწმებაც კი საჭიროა ჯანმრთელობის იმიტომ რომ არა მხოლოდ ჩვენ სიცოცხლეს არამედ სხვის სიცოცხლესაც არ შევუქმნათ საფრთხე ამიტომ თვითონ ეს არის საერთაშორისო გამოცდილებით გათვალისწინებული ასე ახსენეთ ავტოსკოლები, რომელიც მოუგვარებელ პრობლემად რჩება, ბევრი წელია კოდირებით სწავლება და ასე შემდეგ. Რაღაც სტატისტიკა ამოვიღეთ, მათ შორის სადაც წერია, რომ გასულ წელს შემცირდა მართვის მოწმობის გაცემების რაოდენობა წინა პერიოდთან შედარებით. ამ ნაწილში როგორია ტენდენციები იგივე ავტოსკოლების მიმართულებით რა ხდება ბაზარზე და მოთხოვნა თავად მართვის მოწმობის შესწავლაზე როგორია დღეისთვის? ხო, ეხლა არის ასეთი ტენდენცია, რომ აი ბევრი ადამიანი ჩაიჭრა და ეს კარგია, ესე იგი გამოცდა გამკაცდა. ხო, მე არ ვეთანხმები ამას, საერთოდ არავინ არ ჩაიჭრას. ყველა მაიღოს თუ შესაბამისი ცოდნა აქვს. ხო, ანუ აქ ამოცანა ის ხო არ უნდა იყოს, რომ ბევრი ჩაიჭრას. ამოცანა არის, რომ ისეთი ადამიანის ხელში მოხდეს მართვის მოწმობა, რომელსაც კი ბატონო, აი პირველ ნაწილს დაუბრუნდეთ ჩვენ თემას ჯანმრთელობის მდგომარეობა შესაბამისი აქვს და ამავდროულად ცოდნა შესაბამისი აქვს, ხო? ჩვენ ორივე შემთხვევაში ძალიან მაღალი რისკები გვაქვს, იმიტომ რომ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ვთქვით უკვე, ცნობაზე ვთქვით უფრო სწორად და ცოდნა არის კიდე შემდეგი იარაღი, რომელსაც დღეს მოქმედი თვით თვით შექმნილი ავტოსკოლები, რომლებიც არც ლიცენზირებას, არც სერტიფიცირებას არ ექვემდებარება და ეს შემთხვევა მინდა გითხრათ, რომ ევროპაში გამორჩეული, იმიტომ რომ ყველგან ეს არის ლიცენზირებადი საქმიანობა, რატომ? იმიტომ რომ იქ რაც ისწავლება, შეეხება ადამიანის ჯანმრთელობას. ჩვენ თუ მართვის მოწმობას უკავშირებთ რამდენიმე მიმართულებას, ჯანმრთელობის მიმართულებას, ასე უნდა დავუკავშიროთ ცოდნის მიმართულებას, ერთი ჯაჭვია და თუ გვინდა რომ მართლა დავნერგოთ ევროდირექტივები ან შესაბამისი უსკარგით ევროდირექტივებს დავანებოთ თავის საგზაო საქმეების შესაბამისი სტანდარტი მივიღოთ პირველ რიგში ცოდნას უნდა მივაქციოთ ყურადღება დღეს გვაქვს სიტუაცია რომ ასევე ინსტრუქტორები არ არიან სერტიფიცირებულები თქვენ თავადაც თქვით ახლა საერთოდ სხვა რამეს აკეთებენ ჯანმრთელობის ცნობას გაცემენ ავტოსკოლები ხო აქ არის ძალიან ორეტაპიანი გამოცდის დამატება არ მოაგვარა ამ ხრივ არსებული მდგომარეობა და არ შეცვალა იგივე ცოდნის ნაწილში არ გაუმჯობესდა აპლიკანტების ცოდნა ვიდრე აიღებენ მართვის მოწმობას როგორ მუშაობს ეს ყველაფერი რეალობაში ქალაქის რეალურ სივრცეში გამოცდის გატანამ გარკვეული ცვლილებები მოიტანა მაგრამ არა საკმარისი და ასე ვიტყოდი კი შესაძლოა რაღაცები გართულდა მაგრამ ეს არ არის საკმარისი და ჩვენ კარგად ვიცით რომ ახლა თეორიულ ნაწილში პრაქტიკულად ხდება საგამოცდო სისტემის მოტყუება იმიტომ რომ ეს კოდირები და ხრიკებით ხდება მომზადება როგორც უკვე აღნიშნეთ ხოლო პრაქტიკის ნაწილშიც არის მთელი რიგი სისუსტეებისა არ მინდა ეხლა ვთქვა სადაც ლოიალურად შეიძლება გაძვრეს ადამიანი და ჩააბაროს გამოცდა. ამიტომ არის ეს სისტემა მთლიანად უნდა დაექვემდებაროს რეფორმას. რაღაცეები, ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული ხრიკები, კოდირებები, თაღლითობები თავარი რეფორმაში არის ის, რომ ავტოსკოლების ლიცენზია იყოს, ეს არის ძირითადი საკითხი, რაც მოაგვარებდა და გაუმჯობესებდა. დავიწყოთ, ხო? რეფორმები უნდა დავიწყოთ სიღრმიდან. სიღრმეში არის პირველი რგოლი არის ეგრეთ წოდებული ავტოსკოლები. თქვენც ხო იცით ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც ჯერ მართვის მოწმობა აიღო და შემდეგ მიმართა ავტოსკოლას, იმიტომ რომ რუსთავიდან თბილისამდე ვერ ჩამოვიდა. ხო? აი ესეთ შემთხვევები როცა გვაქვს, ხო უნდა ესე დავფიქრდეთ რა იწევს ამას, ხო? ამას იწევს ის, რომ შესაბამისი ცოდნა არ გაიცემა და შესაბამისი ცოდნის არ მქონე ადამიანს აქვს მართვის მოწმობა. აი ეს ძალიან მარტივად და როდესაც საგზაო შემთხვევების შემცირებაზე საუბრობთ და მით უმეტეს საერთაშორისო გამოცდილებით, პირველ რიგში ცოდნა არის ის მთავარი იარაღი, რითაც უნდა შევამციროთ საგზაო შემთხვევები. იმიტომ რომ ადამიანებმა
ელემენტარულად თუ არ იქციან საგზაო მოძრაობის წესები, რა თქმა უნდა, ისინი ეს პრობლემა განსაკუთრებით მასიური იყო, ვიდრე მე ქალაქის კომპონენტი დაემატებოდა. დღეს მგონია, რომ უფრო მეტად მომზადებულები არიან ისინი ქალაქში სასიარულოდ. აქამდე ნამდვილად ასე ხდებოდა. ჩემს პირად მაგალითად ასე ხდებოდა. ჯერ ავიღე მართვის მოწმობა და შემდეგ ვისწავლე რეალურად მოძრაობა. თუმცა ქალაქის კომპონენტის დამატება რამდენად შვედის ამბავს და რამდენად უკეთესი მაჩვენებლებია. შედარებით მთლიანად არა, თუმცა აქაც რაღაც გამოცდის პროცესში გამოიძებნა რაღაცა სისუსტეები, არ მინდა მე ამის ხაზგასმა, სადაც შეიძლება გამომცდელი იყოს ლოიალური, მე არ ვამბობ რომ აქ რაღაც კორუფცია ან რაღაცა როგორც ადრე იყო, ხო და $100 მართვის მოწმობის აღება, ეს რა თქმა უნდა ასე არ არის, თანამედროვე მოდელთან დაახლოებით არის ნიშნები იმის, რომ გამოცდა შეიძლება ჩატარდეს ლოიალურად, გარკვეულწილად მიკერძოებითაც, ანუ რიგ შემთხვევაში გამომცდელი იყოს კაცრი, რიგ შემთხვევაში კაცრი არ იყოს და ამასთან ერთის კიდე ის, რასაც მე ავტოსკოლები ამზადებენ ასე ვთქვათ. მონიტორინგი და ამ ნაწილში რამდენად არის შესაძლოა ჩართული? ხო, ვერ გეტყვით, მაგრამ რეალური სურათი არის ის, რომ დღესდღეობით, აი პირდაპირ ვთქვათ, მართვის მოწმობა ხდება იმ ადამიანების ხელში, ვის ცოდნაც არ შეესაბამება მართვის მოწმობის ფლობას, ხო? ძალიან ბევრი წელი ამ თემაზე ვლაპარაკობთ და იმეც ვიქონიებთ, რომ უახლოეს პერიოდში დასრულდება ამ ნაწილში პრობლემები აღმოიფრება. დიახ. ერთი წინადადებით რო ვთქვათ, გამოსავალი აქ არის ის, რომ ყველა რგოლში არის რეფორმა გასატარებელი. ანუ იქ სადაც პირველ ცოდნას იღებთ, ეს არის ავტოსკოლა, აქედან უნდა დაიწყოს რეფორმის გატარება და შემდეგ უკვე საგამოცდო სისტემის, რომ მე დარწმუნებული ვარ მაგალითად, რომ იგივე მომსახურების სააგენტო იქნება თუ ვის დაქვემდებარებაში შეიძლება მომავალშიც იყოს ეს საგამოცდო სისტემა, მათაც უნდა სჭირდებოდათ ის, რომ შესაბამის კვალიფიკაციის ადამიანმა მიიღოს მართვის მოწმობა. ეს არ ხდება. მადლობა, დავით მესხიშვილს უსმენდით, საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე პასუხობდა ჩვენს კითხვებს.